ვარ სამსახურში. ჯერ მინდა შევიარო იქა ორნაბიჯი. როგორ დამოვიწყდა ჩემი ოფირის სამსახური. ხო და ორნაბიჯი რა მინდა ახლა მე მოკლედ ზეთები ჩვენთან ძვირია. ჩვენ სახლთან მარკეტში ძვირია და ნახავ ხა ორნაბიჯი რა ფასებია და ზეთს იქ ვიყიდი. იგივე ზეთებია, განსხვავებული კი არაფერია, უბრალოდ სხვა ქსელში სხვა ფასებია. მოკლედ ესეთი ამბები. კაცი მჭირდება ხვდა რომ ბაზარში გავიდე რომ ის წვანლები ვიყიდო დროზე დავამწნილო რაც მაქვს გასაკეთებელი. ასე რომ ახლა 500 მოხსნი და დავახურდავ. ქვე არის ბანკი, საქართველოს ბანკი. ორი ნაბიჯის გვერდი აგერა, ორი ნაბიჯი. შევაფოიაში არის ბანკომატი, რა ქვია რაღაც. მოსახსნელი აპარატი. так. აი შენობა. მასიც გესალმებით. გაზიც დავტენე. რატო ვიღებ ხოლმე კიდე აი ეს გაზის დატენის ვიდეოებს? სხვათა შორის ეს ვლოგები სასარგებლო რაღაცაა ყოველდღიურ ცხოვრებაში. მაგალითად, ეხლა გაზი რო დავტენე, ხო, დღეს. ზუსტად მეწოდინება რამდენი ხანი ყოფნის ანუ. და მაგალითად რო დამთავრდება, გადავითვლი რა დღეებს იმის მიხედვით, რომელ დღეს ავტვირთე ვიდეო და გავიგებ ანუ რამდენი დღე მეყდოს ესე საშუალოდ 12-14 დღემდე გააჩნია როგორ ვიყენებ გაზს. მაგალითად ბოლოხანში ეტყობა სოსაც ძალიან ინტენსიურად ხმარობდა გაზს და ამიტომ უფრო რაფად დაგვეხარჯა. ეხლა სადღაც 10-11 დღე გამოვიდა. ხო და აი ესე მეგობრებო. ხო, ეხლა ეს დღეები ვარ სხვა ფილიალში მეხმარები. კადრის ის აქვს პრობლემა და სხვათა შორის სახლთან ახლოს ვარ. სხვათა შორის ფოთლები უკვე ჩამოწვიდა. ჩვენ ქუჩაში ყოველ შემთხვევაში ესეა. ერთი ნაძვი დარჩა. ნაძვი რომელიც ჯერ კიდე მწვანეა. ჯერ კიდე კი არა, სულ მწვანე იქნება მთელი ზამთარი. რაღაცნაირად ბავშვობაში არ მიყვარდა ნაძვები. ანუ როგორც ხეები და მცენარეები. უფრო ჩვეულებრივი ხეები მომწონდა. ამ ბოლო ხანებში ნაძვების მიმართ გამიშთა ძალიან დიდი სიყვარული და სიმპათია. ხო და თუმცა სადმე ბევრი ნაძვებია, რაღაცა ძალიან მელამაზდება ის ადგილები. აი უკან ხედავთ იქ. აი ღორმე ჩამოვარდა საკითხი. აი მოვიცი. მე მაგ შესაღები. გამოვედი. აჰა. ვიღაცამ დამიწერა კომენტარებში კიდევ კლავ და კლავ. მიწერენ კომენტარში ცოდვები არიან, ფისოები აჭამენ. განა უჭმელები არიან. უბრალოდ აქ რო შემოვდივარ, აი ხლა ამათ გასაჩუმებლად მეტი გზა არ მაქვს დავუდებ, კიდევ დავუდებ. მოკლედ, აი ნახეთ ახლა უცბად როგორ აყვირდნენ, მიხვდნენ რომ მაგათვის. რასაც ვაპირებ.
მე ხმა არ გავიგოთ თქვენი ყოველ 2 წუთში ერთხელ შეიძლება მეკნავლებოდეთ. აჰა, ერთი შენ, ერთი შენ. всё. დამანებეთ ცოტა ხანი დავი. ეს იმას ნაჩქარი ჟილეტი მაცვია, ძალიან საყვარელი ჟილეტია. აჰა. რა? მოვალ ახლა. მოკლედ, მოვალ ახლა. რა? ხო, გამოჩნდები რომ გახდეთ. ნუ უნდა გავთიშოთ ცოტა ხანი. მოკლედ, რატომ ათიშინებს რას ყვერი ვარ მიკროფონი ჩავრთე. იმას ვიდეოს, იმიტომ რომ რა შარვალს არ იცმევს და დადის სახში. ნუ ახლა სახში კი გასაგებია, უნდა იარო ისე როგორც გინდა, მაგრამ რო ცივდება. მოკლედ, აი ესეთი ჟილეტია. ძალიან მომწონსირვა, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. აი ესეთია, ნახეთ, სასაყვარლოა. აქ გქონდა ისინი, რა ქვია, მარგარიტის. გაჩერდით ახლა. და ეგენი მოგხსენ, იმიტომ რაღაცა მეზედმეტებოდა. ის კი არა, ესეც თითქოს, ნუ არ ვიცი, მე ცოტა ისეთი მიყვარს სადა რაღაცეები, ანუ ესეთ რაღაცებში ჯერ ისედაც ხო პალეტები აქვს და ანუ ის ამძიმებდა ჩემი აზრით, არ ვიცი, ძალიან საყვარელია. ისეთია რა. ზინავს. ხო. ისეთ ვილად ჩავიცი, ახლა ეს მარტო ჟილეტში გავედი. ისევ რეკლამა ჩაირთო. так. გუშინ ჩემ ჭკუაში რაღაცის ქსოვა დავიწყე, მეგობრებო, მომილოცეთ რაღაცის კეთება დავიწყე. ახლა ეს არ ვიცი რა, ძაფი ვიყიდე, ესეთები ადრე. 3 წელი მიდევს და მიდევს. ელოდებოდა დროს, როდის დავიწყებდი რაღაც და 3 ხალხი გავედი, გამოვედი. ესეც გვიან საღამოს და მე უკვე აღარ მეცალა რა საამისოთ და მოკლედ ფიქრობ, ქუდი და ჩარფი. ეს ფერი ძალიან მომწონს ამ ბოლო ხანებში. ადრე ახალგაზრდობაში ვერ ვიტანდი, არ მომწონდა და ეხლა რა, ნუ აი ესა. იცვლება რაღაცეები. ხო, ესე იგი, თმების შესახები მართლა ყველა კი არ ვთქვი, ახლა ამოვიტანე. მეგობრებო, ნისიები ჩემ მარკეტში უკვე 300 ლარს გადაცდა. მოკლედ ამ საღებავით, რატო ესე დაჩეჩქნილი? რა ხდება? მოკლედ, ეს არის ბადრიჯნის ფერი. ვისაც გაინტერესებდათ, თუ გაინტერესებდათ, ქვია პრესტიჟი, პრესტიჟის 251 ნომერი. თუ შეატყობთ მე კამერას არ ვაბზრიალებ, არ ვატრიალებ, ანუ უყმათ არ ვიღებ რა, ვიღებ სწორედ და ასევე თქვენც ხედავთ სწორედ ახლა რიცხვს. ანუ ჩემთან ვიდეოში მარჯვენა ხელი მარჯვენაა და მარცხენა ცხენა. ხო, ეს საგაჭირეს მოკლედ და ეს ჩაიყავაზე რა ვიცი, ხო და შაქარი ამოიტანე უკვე აღარ მქონდა. გაზი დავტენე, რაც თავარია. გაზი დავტენე და ეხლა შემიძლია შევუდგე ბორშის მომზადებას. ოღონდ ეხლა ამ წამს არა. ეხლა ცოტა ხანი დავისვენებ, სადღაც 1 საათ ნახევარი. და მე გავაკეთებ. ხოლა ცდილა ვარ. მოკლედ მასალა მაქვს, ყველაფერი, ნუ იმისი რა, სამარხო ბორშის მასალა. თორე ბორში კეთდება ხორცით. ნუ ან ფრინველის, ან საქონლის ხორცით. უნდა გაკეთდეს. თმები სიმართლე გითხრათ, ძალიან უკვე დამეღალა ესეთ მდგომარეობაში თავი. ტკივა უკვე ეს თმის ძირები, სულ რომ ესე ვიწევ თმებს, ეს რამოდენიმე დღეა. რამოდენიმე არა, 1 კვირაა თითქმის. თუ მეტი.
ხო და გადავწყვიტე ახლა ისე ჩვეულებრივად ვატარო რა თმები რომ აი მე ესე კი არ ვიცი მართლა ზედმეტია ხო თან ჩემი თმის ფერიც წამოვიდა მე ხო ღია ფერის თმები მაქვს აი აი ძირები ჩემი ფაფარი მოკლედ ახლა ისე სუბუკად შევიკრავ ზემოთ მე საერთოდ ძილის დროს აი ესე ვიკრავ ხოლმე მეგობრებო და არ მიშლის რა ანუ არ მიშლის რა გაგებით ესე თავს ვატრიალებ აქეთ-იქით და უფრო კომფორტულად მძინავს ხოლმე დღეს სოსოს თმა მინდა შევჭრა მაგამ რომ აჩუქა ეს მანქანა თმის შესაჭრელი იმითიც შევაშველებ რაც ჯერ მაგარლით და მე არა ისეც შეიძლება მარტო მაგითიც რომ ასე მარტო შევჭრა ეხლა გაზისის უნდა დავაყენო ეს ყველას გავს რამდენჯერ ყავა გადმომივიდა მეგობრებო რას აკავს შეხედოთ ამის გარეცხვას აზრი არ აქვს ამიტომ ესე აკურატად დავაყენებ მე რაღაცა ისინი ხო არ მოძრა არა მაგრამ რაღაცა არ მიწონს აქ აჰა თან ვამოწმებ ხოლმე გაზი გადის არ გადის ხო წარმოგიდგენიათ ეს როგორ წვრილად შედის გაზი და ის ჩვეულებრივი ეს რა ქვია აი მე ღმერთო ჩაშენებული გასქურა ეკო ჩვეულებრივ იმაზე გაზია გათვლილი და ის სხვანაირად მოდის და ცოტა ფართე ისინი აქვს და იქ რომ ვაერთებდი დიდ ბალონს მალე მეხარჯებოდა იმიტომ რომ უფრო ფართეა რა იქ ეხლა გადაკეთებას აზრი არა აქვს იქნებდა ჩავართვევინო თქო და ნახოთ აქამდეც უკვე უნდა ჩაგვერთო და მართლა რა სისულელე იყო და რა ისა აკვიატება რაღაცა სულელური წესები აი გეფიცებით ისეთი სულელურ რაღაცებზე გამოგვეკიდნენ რომ მაგაზე უარესად აქვს ხალხს გაკეთებული და იმათ არაფერს ეუბნებიან გაჭირებობს ფავნაში დაეწიაო და ესეა ეცა შევამოწმოთ ახლა აი ახალი დატენილი გაზი შვენიერია აი ესე მიგაჩვენეთ ხო მიგონ ხო გაჩვენეთ ხო მოვიდა არა კბილი ამტკივდა ჯერ სადღამა ისიც რომ ამტკივდება ხო დამცხა ძალიან შაქარს დავაბინავებ ჩვენთან ის აწონილი უკვე და აი მე რას მოცუნცულებს ახლა პარკის ხმა გაიგო და გამოხანდა აბა ახლა გადი ხმა არ უნდა გავცე დღეს რა ვთქვათ ახლა ძალიან დავიღალეთ ხო არ ვიცი შეიძლება ჯერ სტრესულ გარემოში ვარ იმიტომ რომ ჩემთვის ხო უცხოა ახლა ეს სხვა ფილიალი რა და ამიტომ ჯერ ვერ ხვდება ჩემი ორგანიზმი რომ სხვაგან ვარ ხო და ხო სოსოს ეს ვიყიდე ფასტაკლებაში არ ვიცი გაჩვენეს თუ ათვარად ეს დიდი ნესკვიკები არ ვიცი აფის საერთოდ და ათვარად ვიყიდე
ისე რატო ასოცირდება ხალხისთვის ეს ფასდაკლება რაღაცა ვადა გადაცილებულთან ან რაღაცა ესეთ ვერ ხვდები. ეს არის მარკეტინგული ესეთი სოლები, რომ იქ გინდა კონკურენცია, არის მოკლედ ძალიან ჭკვიანური რაღაცაა და უნდა ისარგებლოს ადამიანმა, რა თქმა უნდა, როცა არის ამის საშუალება ფასაკლებებით. ოხ, ეს რეკლამები უკანონოს ნიშნის. მეგობრებო, როგორ ბრაზობ ხოლმე ხანდახან ესეთი ჭკუა გამრუდებულ ადამიანებზე. რას ვიძახი ჭკუა გამრუდებულს, იცით? აი რაღაცა რა გონიათ თავი. რაღაცა გონიათ რა, ანუ ძალიან ზედმეტებში რო გადადის რა ზოგი. არიან ეგეთები ძალიან ბევრი სხვათა შორის. და იმის თქვა მინდა რომ ძალიან მალე ჩვენ სამყაროში ისე დაალაგდება სიტუაცია, რომ სანანებლად გავხდებათ ესეთ ადამიანებს თავში საცემი ექნებათ ხელები და საერთოდ რა ინანებენ, ბევრ ამას ინანებენ, იმიტომ რომ ძალიან ცუდში ჩავარდებიან, ძალიან მალე. ამიტომ საერთოდ ბუნებრივად რო ხარ ადამიანი კეთილშობილი და რაღაცა ამას რა ჯობია, მაგრამ თუ რაღაცა ყველას გვაქვს რაღაცა შეცდომებიც ისწრებს და თუ რაღაცა აი მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ აი რა ვიცი, რაღა დარჩა, ბევრი არაფერი. რომ სწრაფად აი რაღაცა შევცვალოთ კურსი რა ჩვენი ცხოვრების და მეტი სიკეთე ვაკეთოთ, მეტი ისა რომ ძალიან ის არის რა მოკლედ ცუდი დღელით ხო და ჯერ ისედაც ხო ეს კანონზომიერება ეს კარმული ისა როგორ მოქმედებს ხო აი გეფიცებით აი რაღაცებს რომ ვაკვირდები ხოლმე მაგალითად თქვა დავუშვათ ერთი ადამიანი თქვა ადრე რომ იძახდა რაღაცა სიტყვა ძალიან ხშირად უხეშად ხმარობდა ამ სიტყვას ზუსტად წინ დაუხვდა ის და თვითონ ანუ თავის თავზე უწევს იმის გამოცდა და აი ესეთი რაღაცეები ძალიან ხშირია მეგობრებო არ არსებობს წყალი არ გაუვა რა აი რაც არ უნდა თავდაყირად ადგეს და ვერც ფულით იყიდის მაგას ვერც ვერაფრით იყიდის სამყარო ისეა გონიურულად ისე ჭკვიანურად არის მოწყობილი რომ ეს ჭიანჭველა ადამიანი ვერაფერს ვერ გახდება და ვერ მოატყუებს სამყაროს კანონზომიერებას ბევრი კი ცდილობს ანუ აი ეს ჯადომადო ეს ისინი ზუსტად ეგ თემაა რა რომ ანუ აი კანონზომიერებას უნდათ რომ გვერდი აუვარონ და რაღაცა იქ მოდით ასე ვთქვათ აი წარმოიდგინეთ რომ რაღაცა ეს არის პროგრამა ხო პროგრამა და აი რაღაცა ის ჰაკერული რაღაც იმეებით უნდათ რომ გაიცნო ცოტა ხნით კი რაღაცას ახერხებენ მაგრამ საბოლოოდ იმდენად გამართულია ეს სისტემა რომ საბოლოოდ მე ამ ვირუსებისგან რომ გაწმინდავს აი მე აი ვირუსების წმენდა დაიწყება მალე ამის თქმა მინდა ხო ვირუსების წმენდა ოღონდ გადატანითი მნიშვნელობით არა პირდაპირ მნიშვნელობით ანუ ვირუსების წმენდა დაიწყება ადამიანებს გულისხმობ არაკეთილსინდისიერ ადამიანებს რომლებიც არაკეთილსინდისიერად ცხოვრობდა და იქცეოდა მათი წმენდა დაიწყება ხო და ამიტომ რა ვიცი უნდა ადამიანები უნდა იყოთ ჰუმანურები რა კარგად შევას არა ადამიანები ჰუმანი ადამიანი იმიტომ უნდა განსხვავდებოდეს ადამიანი ცხოველისგან და ცხოველები ჯობია კიდე ადამიანებს ბევრ ადამიანს ჯობია ცხოველები რა ვიცი მოკლედ ეხლა მე წავედი ცოტა დავისვენებ და მე რომ გავიღვიძებ ანუ საათნახევარი დავისვენებ მოვამზადებ ბორშს და საათ შევხედავ ეხლა რომელი საათია
5 უკლია 20 წუთი. არა, ეს საათი სწორი არ არის, ცოტა წინაა მე მგონი. ხო, 5 უკლია 25 წუთი. 5-ზე რო ჩამეძინოს, ნუ სადღაც 6-ზე გავიღვიძებ. 6-ზე 1 საათის არ მინდა მოვამზადებ ბორშს და მინდა გავიდე ჩემებთან. დიდი ხანია უკვე არ ყოფილვარ დაახლოებით. გონი 3 კვირა, თითქმის 1 თვე მეგობრებო, წარმოიდგინეთ, აი ესე. რუსული გამოთქმა როა, ხო იცი, как белка в колесе, ზუსტად ესე ვარ რა, ზავად კრავოთ, აი ესე. ის კი არა, ეს პირი ვფიქრობდი საღამოს სლაში რომ ვიყავი, ხო 10 საათზე ხო დავამთავრეთ და სანამ ეს რაღაც ამერიკასთან გამოხვალ, იქიდან სამსახში მიხვალ. თან დილის სულა ვიყავი, დილას კიდე იცით 7:30-ზე ვიგვიძებ, მეთქი ბარემ მეთქი აქ გავიშლიდი იმას, ლეჟანკას და დავიძინებ და დილას აქვე აი ესეთ იმაში რო ხარ რა. რეჟიმში. მარტო მე კი არა ვარ მეგობრებო, ძალიან ბევრი ადამიანი და ახალგაზრდებიც როგორ შრომობენ, წვალობენ, რაღაცა კონდეთ ორი კაპიკი ჩვენ ქვეყანაში. ხო, და კიდევ ჩვენ ქვეყანაში, კონკრეტულად ჩვენ ქვეყანაში კი არა, ზოგადად სხვა ქვეყნებშიც არის ეს პრობლემა. ეს მიკერძოებული დამოკიდებულება ბევრ სფეროში და მედიცინის სფერო იქნება თუ ის სფერო თუ ეს სფერო, მოკლედ რა, მიკერძოებულია ყველაფერი. ყოველთვის იყო ადრე, არის და ალბათ იქნება. ხო და ზუსტად აქედან გამომდინარეობს ის, რომ პროფესიონალიზმი არის ძალიან დაბალ დონეზე, ანუ პროფესიონალები არ გვყავს რა მაგის თქმა მინდა და იმიტომ არის იმ დღეში რომ ვართ, სადაც ვართ ახლა. ვიჩაგრება ისევის ერთეული ადამიანები, თორე ისინი კი არიან კარგად. თავის ჭკუაში დროებით. მოკლედ რა ვიბოდიალე მე თვითონ ვიცი მეგობრებო ისეთი დაღლილი ვარ მეძინება და ჯობია ახლა მე დავიძინო და მე დავაგებულად აგიხსნით რისი თქმა მინდოდა. კარგით, აბა დროებით და ამჩი დღეს საღამოს შეიძლება გადავიღო, შეიძლება არა, ნახოთ რა სიტუაციას მიხედვით მობილური დაიტანება, არ დაიტანება, მოკლედ. კარგით, აბა გავკვეცეთ. მეგობრებო ეხლა რა მოხდა? მოკლედ ჩამეძინა, ნუ ხო თქვი კიდევაც უნდა დავიძინოთ რაღაცა და ცოტა მასქენი მაინც იმიტომ რომ SMS-ი მომწერა. იმათ ვიყურებ ახლა ალბათ დაგეცინება. ხო და რახანისა ვანდარაშუაშია კაცო, სოსო გავაფრთხილე მეთქი, ეგრევე მითხარი SMS-ი რომ ან რაღაცა თუ და რა ვიცი, ეტობა გამოიყარა ბავშვი ხო იცი. და ჩამეძინა, ჩამფრივა და რეკავს ტელეფონი და ესა გამოგხედავთ. ესე იგი, აი ყურადღების ამბავი. აი ეს არის მეტი არაფერი. ნახეთ, რამდენი მწნილია. თან პამიდორი, წვანე პამიდორი. გაიხარეთ, ჩემო კარგებო. ესე იგი, ნუ არ ვიცი საიდან დავიწყო. ეს ლეღვის მურაბები. ლეღვის მურაბები. ესე ძალიან თუ რაღაცა გამიხარდებოდა. და აი ეს აი აბაზე დადაბებართ, აი ეს ჩემი სოსოსვეუდები, ჩემი ციცაკი. იმიტომ რომ ყველა მიცის ოჯახში ჩემთან რომ ისე მიყვარს ეს ციცაკა, რომ არ ვიცი, მოკლედ. ყემალი, ციცაკა, მწნილები, მოკლედ კონსერვებზე გიჟდები და ვაფრე, ნუ არ ვიცი, ეს რაღაცა ის მაქვს. ხო და ყემლები, მეგობრებო. ყემლები, თქვენ აღარ გინდათ? ესე იგი, ახალი გამოიძებული, ხო წარმოგიდგენიათ, ესე იგი, ჯერ აზრის ისიც ვერ მოვასწარი. ეხლა ჯერ ბოლომდე არა ვარ გამოიძებული და ჩამცი ჩავირბინა ეგრევე. რაიმე გოგოებო, უღრმესი მადლობა. ირმა, ძალიან დიდი მადლობა. კიდე აქ რაღაცებია და ეხლა თან მეთქი ვიდეო უნდა ჩავთავ. უკვე ატვირთვას ვაპირებდი და მეთქი ჩავთავ და მერე. ანუ ამას დავამატებ, ეხლა იმ ღმერთო რამდენია? მთელი ზამთარი, მოკლედ ირმა ზამთარი უზრუნველყო ჩვენი. ყემალი კიდე. ახლა ნახოთ აქ რა ხდება.
კიდე ტყემალი. რა? აი ეს რა არის? ეს რაღაცა საინტერესოა ძალიან. ესეც ტყემალია მგონი. კი, ტყემალია. ეს რაღაცა ჯემია. მოკლედ ესე იგი, აი ეხლა ვათვალიერებ თქვენთან ერთად. ხილიც მოგვიტანა, მეგობრებო, ვაშლი და კარალიოკი, ჰა? ნახეთ. ვაშლი და კარალიოკი. წითელი ვაშლები და კარალიოკები. სოსო, არ უნდა თქვა მადლობა და რამდენია ღმერთო? ხო, მთელი ზამთრის. ეხლა სოსოს უკვირს ეს თორე ბებია ჩემი. საერთოდ სოფელში ხო ეს ჩვეულებრივი ის იყო, აი ბლომად აკეთებდნენ კონსერვებს და საფუჭნაოში იყო სავსე თავი. მაგრამ ჩვენ ახლა აქ ცხოვრობთ ხო? 1000 ერთხელ ახლა დედა ჩემი თუ აკეთებდა ბავშვობაში ცოტ-ცოტა ეს რაღაცებს. მოგეუბნები, მთელი ზამთრის მარაგია ეს. ეს ჩვენთვის რა, ჩემთვის და სოზისთვის. აქ კიდე რაღაცები არ ვიცი დედა, აი ეხლა ნახავ შენ. ვაიმე. სედა. ვაიმე რა მამაზია. სედა იმისი რა ყია. რა კე. მიწევი. სპორტულები. ეს იმისი ხო არ არის. იმ ჟილეტის. არა შეიძლება, უბრალოდ გავს. ძალიან ლამაზია. დიდი მადლობა, ხა? მარინა. არ ვიცი და მე შიგებში ვერ ვიყავი. მარინა. ეს ანუ სანდამო. დადეაკა, დაიჭირეს და ეხლა გავჭერ. ღმერთო რა სილამაზეა. ჟილეტი, ხო, დუტი ჟილეტი. აი მე რა ლამაზია. და როგორ მიყვარს მე ღია ფერები. ნახეთ, ლეოპარდია ოღონდ თეთრი შავში. აი ეხლა ჩასაცმელი. ჯერ ისე რო არ ცივა, ჰა? დუტია. იმის გარშეა, ხო? ეს თვილი იქნება, დედა, ლამაზია. როგორ ნახეთ. აი ხო ჩავიცმე. უფრო კარგად გამოჩნდება. ერთ მომენტ გამოიწედება. გავაჭებო კიდე. ახლა ეგ ვაუ. თავისი კაპიშონით. ტობი ამას ვერ შეჭამ. კურტკა. რა კარგია, დიდი მადლობა. მაგარი. სპილა? ხო, ბა. მე ვიცი და სამცხარ. რა გინდა დობი? შეჭმაუნდა. ეხლა უნდა დავაგებოვნო ისა. ხმები რას მიგავს მეგობრებო? და შენ კიდე რა? ჰა? და შენ კიდე რა? შენს გაინტერესებს სოსოზე. ეხლა ეს ისა ტყემალი სოსო, თან ჩემთან შევინებ მეგობრებო, მარტო სოსოს კი არა. ხოლოდ აი კარტოფილს შევწოთ რაღაცა იმაზე მისაყოლებთ ისე არა. ხო, ისე ამის ახლა. დაიხარჯება ხო? ესეც გამარჯვება. ხო, ესეც გამარჯვება. კიდე კი, აი ეს ტყემალი ეს ორი, რამე 4. კიდე აქ უნდა იყოს აი ეს. გამარჯვება. კარგით მეგობრებო, ეხლა დაგემშვიდობებით და ირმას გოგო ძალიან დიდი მადლობა. გაკოცეთ გულში. ხო და დროებით აბა.
ნახავთ.